ორი პოზიცია ერთ კვირაში. კრიტიკული შეიარაღების მიწოდების შეჩერების შემდეგ დონალდ ტრამპი კვლავ უკრაინის აუცილებელ მომარაგებაზე საუბრობს. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბევრისთვის გაუგებარია, კიევისთვის სასიხარულო. ომში მყოფი ქვეყნისთვის მეტი იარაღის მიწოდებაში დონალდ ტრამპი სავარაუდოდ შეჩერებულ პატრიოტებსაც გულისხმობს, თუმცა არა საკუთარი მარაგებიდან. შესაძლოა ამ საქმეში ვაშინგტონმა ბერლინი დაიხმაროს. რადგან გავრცელებული ინფორმაციით ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას ტრამპი მას 10 ასეთი სისტემის მყისიერ გადაცემას დაპირდა. მე იმედგაცრუებული ვარ, გულწრფელად იმის გამო, რომ პუტინი არ შეჩერდა. ჩვენ ვგეგმავთ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნას. ასე უნდა მოვიქცეთ, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ, ძალიან ძლიერ. დიახ, ჩვენ პირველ რიგში თავდაცვით იარაღს გავგზავნით. მაგრამ ისინი ძალიან დიდ დარტყმებს იღებენ. პენტაგონში კი ჯერ კიდევ გასულ კვირას საუბრობდნენ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა პეტრიოტი თუ ზუსტი დამიზნების არტილერია კიევის დაპაუზდებოდა. მიზეზად საკუთარი ინტერესებისა და საკუთარი მარაგების გაფრთხილებას დასახელდა. ჩანს, რომ მიუხედავად გზავნილებისა, თეთრი სახლის პოზიციების მიმართ უნდობლად იყვნენ განწყობილები კრემლში. პუტინთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ პირველადი მიზნებისთვის ბრძოლა უნდა განაგრძონ. იმის მიუხედავად თუ რას ამბობდნენ თეთრ სახლში გასულ კვირას და რას ამბობენ დღეს. საბოლოო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იარაღის მიწოდება შეჩერებულია, მაინც არ არსებობდა. დამეთანხმეთ, რომ იქ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება იყო. ნათელია, რომ შეიარაღების მიწოდება გრძელდება, ეს გვესმის. ნათელია ისიც, რომ ევროპელებიც აქტიურად მუშაობენ უკრაინის იარაღით აღჭურვაზე. ეს ქმედებები აღზის სამშვიდობო რეგულირების პათოსში. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იმას, თუ რა სახეობის და რა რაოდენობის შეიარაღების მიწოდება გრძელდება უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. აქ დაგჭირდება დრო, რომ ეს საბოლოოდ გავარკვევთ. ჯერ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა. პირობითად ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, უშუალოდ დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მცდელობას, მათი მხრიდან პირდაპირი მოლაპარაკებების ინიციირებას. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის არის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის უდიდესი შესაძლებლობები. თუმცა ამჟამად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რეალიზებას უწევს გარკვეულ შეზღუდვებს. ეს санкციები უკანონოა და გვაზიანებს როგორც ჩვენ, ისე თავად ამერიკელ მეწარმეებს. И они вредят не только нашим предпринимателям, но и предпринимателям Соединенных Штатов. Санкციებზე კრემლში შემთხვევით არ საუბრობენ. ევროკავშირის მე-18 სასანქციო პაკეტის პარალელურად დასავლური სამყარო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით მოსკოვისთვის უმძიმესი შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადება, რადგან ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილება თეთრ სახლში ნათელი გახდა. საფრანგეთის საგარეო წყობაში ამბობენ, რომ ეს ომის დაწყების დღიდან ყველაზე სერიოზული დარტყმა იქნება მოსკოვისთვის. რუსი კოლეგით იმედგაცრუებული დონალდ ტრამპი ღრმადაა დარწმუნებული, რომ უკრაინას ისრაელზე ნაკლებად არ ეხმარება. ამასთან უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დრონების ერთობლივ წარმოებაზეც შეთანხმდა. ძალიან დეტალური დისკუსია გვქონდა დრონებთან დაკავშირებით. ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ იმ დრონების წარმოება, რომლებიც ფრონტის ხაზზე გვეხმარება. ჩვენ მზარდად ვართ დამოკიდებული დრონებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რათა რუსეთს უკან დავახევინოთ. ვაგრძელებთ მუშაობას საჰაერო დარტყმების საპასუხოდ. ყველაფერი, რაც საჰაერო თავდაცვასთანაა კავშირში, ჩვენი პრიორიტეტია. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვავსებთ იმ ხვრელებს, რომლებიც დრონების წარმოებაში არსებობს. ამასთან მუშაობთ პარტნიორებთან, კერძოდ ამერიკასთან კონკრეტული გადაწყვეტილებების თვალსაზრისით, მათ შორის პეტრიოტებისა თუ რაკეტების მიმართულებით. მსგავსი შინაარსის შეხვედრა გვექნება იტალიურ მხარესთანაც. პარალელურად რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს სულ უფრო ინტენსიურს ხდის. მხოლოდ ორშაბათს ასეთ დარტყმებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 80 დაშავდა. უკვე დღეს იყო დარტყმა ხარკივზეც. ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირას მსურველთა კოალიციასთან შესახვედრად ემზადება.